მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი გაშლა. მაგ დავარკვიე ბედის გასაღები. ანუ მე რას ვგულისხმობ, ეხლა ამ გაშლით რა მინდა რომ გავიგოთ ჩვენ. შეიძლება არის რაღაცა მომენტები არსებობს, ხო, გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენს ბედს, რომელიც ხსნის ჩვენს თქვა დაუშვათ ახლა ურთიერთობას, ფინანსურ ნაკადს დაუშვათ, ხო? ნუ დღეს ფინანსი და სიყვარული ავიღე, იმიტომ რომ ახლა ნუ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემები და ამიტომ უფრო ეს ორი თემა რაღაც ავირჩი, აჰა, აი ავირჩიე და ნახეთ. არც ვიცოდე გეფიცებით არ ჩამე, არც მინახე ამისი ბოლო, ხო? დასტის. მითხრეს რომ კაი გოგო ხარ, სწორედ აირჩიე რა ეს სიტუაციები. ამიტომ ჩემო სიხარულებო, ჩვენ გვექნება დღეს აი ეგეთი თემა. ჩვენ ვნახოთ ახლა რა გასაღები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ეს გაიხსნას. მოდით ჩვენ ასე გავაკეთოთ, რომ ეს უკვე ავიღოთ მომავალი წლისთვის რა. იმიტომ რომ ნუ ვინც ახლა უყურებს, თქვათ, რა თქმა უნდა, ახალი წელი მოდის, ძველი მიდის და აი ჩვენ ცოტაზე შევიხედოთ ახალი წლის ენერგიებში რა. ნუ ვინც ახლა შემოგვიერთება ცოტა მოგვიანებით, პრინციპში თემა ისეთი არის, რომ აი შეგიძლიათ ნახოთ როცა გინდათ, ხო? ნუ ჩვენ ეხლა ვნახოთ ეხლა მაგ რამდენიმე დასტა გამზადებული, იმიტომ რომ კითხვები იქნება ბევრი, ამიტომ აქ ჩვენ გვაქვს ის არხი, სადაც ბევრს ვლაპარაკობთ, ხო? იმიტომ რომ გვაინტერესებს რას გვეტყვის ჩვენ ტარო. так, ну დახტიხარ, მე უხლა ცოტა, მოდი აზრზე. და უკვე მერე უყავა მოამზადეთ, всё, დავიწყე მე თორე ახლა მერე. так, всё, ვნახოთ. ანუ პირველი ამ დასტით მე მინდა გავიგო პირველი ორი კითხვა მექნება ამ დასტისთვის, ანუ რა ენერგია საერთოდ აი ენერგიას სურს შესვლა თქვენს ცხოვრებაში, მთლიანი რაღაცა რა ენერგია, ბედის ენერგია. ეს იქნება აქ ამ დასტით. კაი ბოლო აქ ამას. так, შემდეგი ჩვენ ესე იგი პირველი ნაწილი გვექნება სასიყვარულო, მერე ფინანსური რა. ამიტომ ვნახოთ ახლა ჩვენ. так, შენ მინდოდი, ხო? მოდი, всё, სასიყვარულო ამას გამოვიყენებ. სასიყვარულოს ამას გამოვიყენებთ ახლა ჩვენ. რამდენიმე კითხვა მაქვს სასიყვარულო თემებში. ანუ ვნახოთ ახლა ანუ რა ურთიერთობა ან გრძნობა სურს შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. მოდით ვთქვათ ჩვენს ცხოვრებაში. აი ასე უფრო ადვილი იქნება. შემდეგი კითხვა. ანუ რა, ნახეთ შეიძლება რა არ უშვებს, ანუ თქვენ ცხოვრებაში ამ სიყვარულს შეიძლება დაუშვათ რამე სიტუაცია. ახლა ნახეთ, ახლა ზოგი თუ მეტყვით ახლა აი ჩემი ძველი მინდა, კი ბატონო, თუ ახლა თქვენ ახლა იმ ძველზე სულ უყურებთ, ესე იგი რაღაცა ხარვეზები გაქვთ, ხო? ამიტომ ესეც იქნება აქტუალური თქვენთვის ეს კითხვა. ანუ ესე იგი რა არის თქვენში ისეთი, რასაც არ უშვებს, თქვათ, ამ სიყვარულს. თუ დაუშვათ ახალსელოდებით არ მოდის, ხო? მაშინ აი იმ მხრიდან შევხედოთ, რომ რა არ უშვებს, შეიძლება რაღაცა დაუშვათ ახლა შიში გაქვს იმისი, რა ქვია, აი სიახლოვის შიში, შეიძლება ძველი გამოცდილება არ უშვებს, ხო? დაუშვათ, აი შეიძლება გული გაქვს ჩაკეტილი. ვნახოთ, აი რა არის ახლა ეს, რა მიზეზი არის ისეთი, რომ ჩვენ არ ვიცით. შემდეგი ვნახოთ ახლა როგორ შეიცვლება თქვენი პირადი ცხოვრება, როცა ამ კარებს გააღებთ, სიყვარულის კარებებს როცა გააღებთ, ხო? შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ так, ეს მეოთხე მე ვთქვი და სად მიგიყვანთ თქვენ ეს არჩევანი. так, შემდეგი მე მინდა ამ დასტით ვკითხო ფულის თემა წამოვიდა. ანუ ესე იგი რომელი ფინანსური ნაკადი ან შესაძლებლობა სურს თქვენს ცხოვრებაში შემოსვლას, ჩვენ ცხოვრებაში შემოსვლას, ასე ვთქვათ. პირველი კითხვა გვაქვს ჩვენ ესეთი. შეიძლება იყოს შემოსავალი, შეიძლება ზრდა, თქვენი პროექტი რაღაც, ვნახოთ.
ვნახოთ რა გიბლოკავთ ამ ფულის ნაკადს. შეიძლება მოდის ფული შენთან ადვილად, მაგრამ შენ უფრო მეტი გინდა და შეიძლება თქვა, აი რაღაცაზე პანკაზე დგახარ და კიდე მეტი გინდა. აი ეს ვნახოთ ჩვენ. შემდეგი ჩვენ ვნახოთ როგორ შეიძლება ფინანსური რეალობა თქვენი, თუ თქვენ ამ კარს გააღებთ. ეს გითხოთ. და მაქვს კიდე ხო გითხარით ამ დასტასთან კითხვა მე გასაღები, საერთოდ ბედის გასაღები. როგორი აი რომელი ერთიანი ბედის გასაღები გახსნის სიყვარულის და ფულის კარებს. აი ერთიანი რა ენერგია იქნება ვნახოთ. Так, всё დავიწყებთ ახლა ჩვენ. ანუ პირველი კითხვა გვაქვს რა ენერგია ბედის, ანუ მთლიანობაში რა ენერგიას უნდა რომ შემოვიდეს, რა ენერგიას. იცით რა არის ენერგია სხვათა შორის, რომელსაც თქვენ უკვე რწყავთ, თქვენ უკვე მაგაზე მუშაობთ რა. ენერგია რომ აქ ძალიან კარგი ენერგია შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ აქ ადამიანი უკვე რაღაცას აკეთებს. და ანუ თქვენ აი ეს უკვე უეჭველი იქნება იმათთვის ეს გაშლა, ვინც რაღაცას აკეთებს. თუ თქვენ არაფერს არ აკეთებთ, დახურეთ ეს გაშლა, всё წადით. იმიტომ რომ აქ არ იქნება თქვენთვის, აქ ადამიანი აკეთებს რაღაცას რა. მუშაობს თავის თავზე. შეიძლება ესწრება რამეს აი თუნდაც ჩემს ტრენინგს. სიტყვაზე, რადგან ჩემ არხზე ხართ, ხო? იმისთვის რომ სურვილი ასრულდეს. აქ რწავს ადამიანი, ნახეთ, ყვავილებს იმისათვის, რომ ანუ რაღაცას აკეთებს თავისთვის, იმისათვის, რომ ეს რაღაცა უკვე გაიზარდოს, ზრდის, ადამიანი თავის თავზე მუშაობს, ადამიანი რაღაცას აკეთებს და ამიტომ აქ უკვე ეს ენერგია, რომელსაც თქვენ უკვე ზრდით, რომელსაც თქვენ მუშაობთ, უნდა რომ შემოვიდეს ერთი ეს, აბა მაინც ვნახავთ, კიდე დავაზუსტებ, მაგრამ ნუ ეს რა თქმა უნდა დაზუსტება, ნუ ყოველ შემთხვევაში. ანუ თქვენ ზრდით, ეს კიდე ნახეთ როგორი ენერგია. თუნდაც აი სურვილი, ხო? აქ ნახეთ გოგო დგას და რწყავს ახლა ამ ყვავილებს. ეს რას ნიშნავს? როცა მე რაღაცა ჩავიფიქრე, ასე იგი, აი ეს როგორც ყვავილი, ხო? ანუ რაღაცა მარცვალი მე ავიღე, ჩავდე ქოტანში და ველოდები, რომ რაღაცა გაიზრდება იქიდან. მე იმას ყოველ დღე არ ვამოწმებ, გაიზარდე, არ გაიზარდე, ფესვები აქვს თუ არა აქვს, ხო? ანუ ეს არის უკვე რაღაცა ისეთი ენერგია, რომელსაც მე უკვე ველოდები, რომ უნდა მომწეს ნაყოფი. აი ასეც შეიძლება იყოს კიდე ეგ სიტუაცია. აბა კიდე. კი ბატონო, ნუ აქ როგორც გითხარით რა, თუ თქვენ ქმედებას რამეს დებდით, ეს არის თქვენი ზუსტად ენერგია. კი. თან ძალიან მაგარი, ნახეთ, ცხრიანი პენტაკლების, მეტი რაღაცა გინდათ. აქ უკვე ადამიანი ფიქრობს თავის სიუხვეზე, აქ ადამიანი უკვე ფიქრობს იმაზე, რომ მისი სურვილი ასრულდეს და ადამიანი ამ საკრალურ სურვილის ასრულებას ელოდება სამყაროდან. всё, აქ даже აღარ მინდა არაფრის დადება. როგორც აგიხსენეთ, პრინციპში სხვა დასტამათ ეს დამიდასტურა. გადავედით შემდეგ კითხვა ჩვენ გვაქვს, ანუ როგორი ურთიერთობა ან გრძნობები უნდა რომ შემოვიდეს თქვენს, ანუ ამ ცხოვრებაში, ახალში ჩვენ ახლა ახალ რეალობაში გადავდებათ, კვანტური ნახტომი გავაკეთეთ. ახალი სიყვარული, ნახეთ როგორი სიყვარული. აქ უნდა შემოვიდეს, ანუ ვიცი ხა დაიწყებს ზოგი რომ ახლა მე მინდა ძველი. ვნახავ დავაზუსტებ ძველს თუ შეუძლია განახლება, მაგრამ აქ არის აი ნუ მაინც ახლა ორიანი თასების ეს ყოველთვის დაწყება, ახალი რაღაცა, ახალი გაცნობა. ნუ ვნახოთ იმათთვის, ვისაც თქვათ ახლა ძველი უნდათ ვკითხოთ ახლა ეს განახლებული ენერგია თუ სხვას უნდა ელოდოთ თქვენ რომ სხვა სიყვარული შემოვიდეს, იმიტომ რომ ვიცი რომ ყავს გოგოები, ვისაც ძველი არ მინდა და გოგოს გოგი მეუბნება რომ ახალზე გაგვიშალეს და ამიტომ ნუ რადგან ეგეთი თემა გვაქვს აღებული, ანუ გვითხარით ესე იგი რა, აქ მაგრამ მე ვკითხე რომ როგორი ხო, ნუ კაი, ვკითხე, ანუ ეს ახალია თუ ძველი?
აქ იცლება რაღაცა, აბა რა, როგორი, უფრო? მოდის ახალი, განახლებული, შეცვლილი, ეს ძველია თუ ახალი? მე რას მეუბნებიან, იცით, შენ სამყაროს ნუ ატყუებ, შენ თვითონ იცი. თუ და, იმიტომ აქ მეუბნებიან, აქ მოდის ცვლილება. ზოგთან შეიძლება შემოვიდეს ახალი, ზოგთან შეიძლება შემოვიდეს ძველი. სამყარომ უფრო იცის. თან რას მეუბნებიან კიდე, იცით, აი შენ თვითონ შენს გულში ჩაიხედე რა. თუ დაუშვათ შენ, აი ნახეთ რას კიდე გეტყვით რა ერთ რამეს, რომ ნუ არის აქ ზოგისთვის დაბრუნება. ნახეთ, თუ თქვენი სული ითხოვს იმას, რომ მე მინდა, რომ ანუ მე მინდა კი არ არის, მინდაზეც არ არის ლაპარაკი აქ. არის ეგეთი ნახეთ, სულის ტკივილი და შენი მიჯაჭულება, ხო? ეს სხვადასხვა რამე. ანუ როცა სული ითხოვს და გრძნობს, რომ ეს ადამიანი არის ჩემი. მე ამას ვგრძნობ, რომ იმიტომ რომ სული ტირის რა, ანუ ნახეთ როგორ ფიქრობთ თქვენ დაუშვათ ახალ ადამიანზე, სიტყვაზე ფიქრობთ, რომ აი აქ უკვე ამ ადამიანთან არაფერი არ მინდა რა. მორჩა. მაგრამ აი მაინც ჯერ არ ახართ მზად, თუნდაც ვთქვათ ახალი ურთიერთობის, ნუ დაუშვათ შენ არ გინდა იყო მარტო და ფიქრობ, რომ ნუ ახალი ხო შეიძლება შემოვიდეს, კი შეიძლება, მაგრამ აქ არის როგორი მომენტი, აი თქვათ, ნუ სული ჯერ თითქოს იკუმშება, როგორ თქვა ქართულად რა, არ მიდის რა იმ ახალში. მაშინ და შენ აი დადიხარ, გრძნობ, რომ სადღაც არის ეს ადამიანი, შეიძლება დაუშვათ მიდიხარ, თქვათ, მანქანით გელანდება, ან რაღაცა, ან ვიღაცა ამგვანებ, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით თქვენი სულები არიან ისეთ კავშირში, რომ ვერ უშვებენ ერთმანეთს რა. მაგრამ თუ შენ ამას მცდილობს, რომ ამიხსნას ტარო და მაგრამ შენ თუ დაუშვათ ეხლა უკვე გაუშვი ის შენი ძველი ურთიერთობა, ხო? თავს ნუ იტყუებ. მივხვდით? თავს ნუ იტყუებ, იმიტომ რომ აქ სამყარო გაჩვენებს, აი ამასაც მეუბნები. მოდის ცვლილება, მოდის. მაგრამ სამყარო თვითონ გაჩვენებს შენ, ანუ ვინ მოვა, კი, ნუ იმაშვები რა ქვია, აქ სამყარო თვითონ გაჩვენებს. კი. გაჩვენებს სამყარო. იმიტომ რომ ზოგისთვის მართლა არის აქ ესეთი თემა, რომ აი მართლა შეიძლება თქვენ ახლა დაასრულეთ, მაგრამ ფიქრობთ იმ ადამიანზე, ვერ უშვებთ გულიდან, კი ბატონო, ხო? ვერ უშვებთ ჯერ გულიდან ამ ადამიანს და აი ასეთი, არის იმისი ალბათობა, რომ შეიძლება ზოგს ვაფშე დაენგრა ურთიერთობა. დიდი ხანი შეიძლება ზოგს დაენგრა და შეიძლება, აი ესეც შეიძლება, საჯაროში ცოტა რთულია რა. ამიტომ გეუბნებით, რომ აქ არის აი ეგეთი პასუხი რა. აი ეგეთი პასუხი. თქვენთვის მე არ მიყვარს ეს ძალიან აი ესეთი რაღაცები, მაგრამ აი ვიცი, просто უბრალოდ ეხლა მესმის რომ გოგოები ზოგი დამიწყებენ ეხლა. აი თქვენთვის, ანუ კარგად გულში ჩაიხედე, თავს ნუ იტყუებთ. თუ გაუშვი, თუ სულიც არ კარნახობს არაფერს, ნუ ელოდებით ყვილა საუკუნე. მორჩა. შემდეგი ვნახოთ ეხლა ჩვენ, ესე იგი კითხვა გვაქვს. ანუ ესე იგი რა არ უშვებს რა? ჩემში ამ სიყვარულს. აი თქვა დაუშვოთ თქვენ ეხლა სიტყვაზე ახალი. ხო გინდათ, აი რა არ უშვებს? რა არ უშვებს ის, რომ თქვენ ვერ უშვებთ ჯერ ძველს. აი ახალი. всё, აღარ ვილაპარაკებ ბევრს, იმიტომ რომ უკვე თქვი ეს ახსენე. ის, რომ არ უშვებთ თქვენ ჯერ ძველს, ჯერ კიდე იქ ტრიალებთ რა. კიდე ვერ ამთავრებთ, ვერ ასრულებთ, ერთი და იგივე წრეზე დადეხართ რა. აი ეს არის. მოდით ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ როგორი ცვლილება იქნება თქვენ პირად ცხოვრებაში, თუ თქვენ ამ კარს გააღებთ, თუ თქვა დაასრულებთ, ხო? აქ შემოვა ახალი ადამიანი.
მართლა შემოდის აქ ურთიერთობა, აქ შეიცვლება სიტუაცია. ანუ აქ რას მეუბნებიან, იცით და კიდე ხა, ანუ რასთან მიგიყვანთ. კი, ახალი შეხვედრამდე. ეხლა ნახეთ. თუ დაუშვოთ კიდე თქვენ უნდა აქ შემოდის ახალი, всё, მე არ მინდა. ეხლა ძველზე გითხარით, всё, ვის საჭირო იყო, ოკეი. აქ შემოდის უფრო ახალზე, იქნება აქცენტი გაკეთებული რა. ну თუ გინდათ რომ განახლებული, ნახეთ, განახლებული იმ შემთხვევაში, რომ შეიძლება თუ თქვენ რაღაცა ძველი თქვა წენა გააქვთ, ძველი რაღაცა ფიქრები გააქვთ, ესეც არ გაძლევს საშუალებას, რომ განახლდეს თქვენი ურთიერთობა. ახალზე აქ არის როგორი მომენტი. მაინც თქვენ სადღაც კიდე გააქვთ, გიზით ეს თავში რაღაცა ფიქრი ძველზე, შეიძლება ეგეთი მომენტიც გქონდეთ. მაგრამ აქ როგორ შეიძლება თქვენი პირადი ცხოვრება, აი აქ ვეუბნებიან რომ თავარია შენ უნდა გაუშვა ის ძველი და ნამდვილად აი როცა შეცვლი შენ ამ მიდგომას აგერ როგორი იქნება სად მიგიყვანს გარჩევანი იქნება ახალი ურთიერთობა აქ არის დიდი საშუალება დიდი ალბათობა აქ სამყარო პრინციპში შეისმენს შენს თხოვნას ნახე თუ შენ თხოვ რომ მინდა რომ ჩემი პარტნიორი შეიცვალოს და ხა ბოდიშით ხა მე გადავედი ტრენინგზე მაპატიეთ ეს უცბად გადავერთე მაპატიეთ. ანუ მივხვდეთ ხო? მაშინ აქ ექნება დიდი ცვლილება. თუ არა და ესე იგი აქ არის ну რაც გითხარით. всё. აღარ მინდა ამაზე დავბრუნდე. კი. всё. ეს ჩვენ ვნახეთ. ანუ გასაღებად ეს თქვენი აი აქ იმაში რომ ან თქვენ არ უშვებთ თუ ახალია, ესე იგი გვაქვს ჩვენ დასავიწყებელი ეს ძველი ურთიერთობა და გაშვება იმას გაუშვებთ თუ არა, განთავისუფლდებით რა, განთავისუფლდებით იმ შემთხვევაში შემოდის ახალი. ან განახლებულზე თუ არის ლაპარაკი, ესე იგი თქვენ გაქვთ რაღაცა კიდე მომენტები, რომელსაც წყენები, რაღაცა არპატიობა, ხო? აი ეს გაუშვით და მე უკვე განახლება შეიძლება მოხდეს აქაც. всё. ამაზე დავასრულე ლაპარაკი. გადავდივართ ჩვენ ფინანსურ ნაკადზე, ან ფინანსურ შესაძლებლობებზე, რომელიც უნდა რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ხო? ნახოთ, რა უნდა შემოვიდეს და აი ფულს უნდა შემოსვლა ნამდვილად აქ მეუბნებიან, თან ძალიან უნდა შემოსვლა, თან იმას, რასაც თქვენ ელოდებით. კიდე ნახეთ. ну აქ არ ვიცი, ახლა შეიძლება ნახეთ, თქვენ მაპატიეთ, ახლა მე ალბათ ახლა მთლიანად რო ვარ ახლა ანუ იმ პროცესში ჩვენ ძალიან მაგრად ვმუშაობთ ახლა იმ ტრენინგში ვარ ძალიან გადართული, ამიტომ ძალიან გთხოვთ მაპატიეთ თუ რაღაცა იქნება ახლა ცოტა ის გადავარდნები ჩემი იქ რა, იმიტომ რომ იქ ვარ სულ მე ახლა ვმუშაობ და აქ არის სიტუაცია და ისეთი რომ აქ ადამიანები რასაც ელოდებიან, რაც ჩაიფიქრეს, ხო? რასაც უნდათ რომ მოხდეს, აი ეს მოხდება აუცილებლად, აი ეს ფინანსური ნაკადი მოდის აქ. მოდის, იმიტომ რომ აქ ადამიანი შეგნებულად, აქაც ეს არის ქმედება, მაინც პენტაკლები კი არის აქ, მაგრამ 7-იანი პენტაკლების, მაგრამ აქ მაინც მაჩვენებენ, რომ აქ ადამიანი რაღაცას აკეთებენ. რასაც შენ რამდენსაც ჩაიფიქრებ, იმდენსაც მიიღებ. აი ამასაც მეუბნებიან აქ რა. იმიტომ რომ ჩვენ ნუ ახლა ეს შეიძლება, ეს არის შემოსავალიც იქნება აქ და ზრდაც გექნებათ აქ, აუცილებლად ფინანსური რა, ძალიან აი საინტერესო არის რა ეს ენერგია. შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ანუ რა ბლოკავს რა, ანუ რა არ უშვებს, რა ბლოკავს. აი ზუსტად ეს ბლოკავს, როცა შენ არ გჯერა და როცა შენ ცხოვრობ ძველი პროგრამებით. ამ პროგრამებზე ჩვენ მუშაობთ. პრინციპში, ანუ ესე იგი ყველანაირად ამ პროგრამებს მოვიშორებთ, ხო? არის პროგრამები, რომელიც არის კარგი, არის რომელიც უკვე აღარ მუშაობს თქვენზე და უნდა გაუშვოთ. ამიტომ აქ არის ზუსტად ეს მომენტი, რომ ეს ბლოკი იმისი არის, რომ ზოგჯერ ჩვენ შეიძლება ან როგორც მე ვხსნი, რომ ჩვენ ახლა სადაც თქვათ, თუ ახალ რეალობაში ჩვენ გადავედით, ესე იგი ძველი რეალობა უნდა გაუშვათ, ხო? რადგან მე მინდა რომ თქვათ, სხვა ცხოვრებით ვიცხოვრო სხვა რეალობაში, ესე იგი ან ორი ერთად ვერ ისარგებლებს. всё, არის
ძველი გაუშვით, ახალში შევდივართ. ახალში მე ვარ წარმატებული, ახალში მე ვარ მდიდარი. ეს ინფორმაცია ვინც არის ჩემთან ახლა ტრენინგზე მიხვდები თქვენ, რასაც ლაპარაკობ, მოდის, ვიცი რომ ეს ადამიანებიც უყურებენ. დანარჩენების ეს ინფორმაცია არის იმისი, რომ თქვენ ესე იგი ცხოვრობთ ბლოკავს ის ძველი პროგრამები, რომელიც უკვე აღარ მუშაობს თქვენზე, რომელიც სხვანაირად უნდა რესტარტი გაუკეთო, უნდა შენს გონებას, პროგრამებს, ძველი პროგრამებზე უნდა იმუშაოთ რა. როგორ, ეხლა ვინც ჩემთან ტრენინგზე არის, კი იციან და ვასწავლე. დანარჩენი თქვენ თვითონ ეხლა რა ვიცი რა პრაქტიკებს რეებს აკეთებთ თქვენ, ნამდვილად გამოიყენეთ ის, რომ ეს ძველი პროგრამები გიშლიან თქვენ, რომ გქონდეთ თქვენ ნამდვილად ეს ახალი შესაძლებლობები, დასამუშავებელი არის, გასაშვები არის. შემდეგი კითხვა ჩვენ, როგორ შეიცვლება თქვენი ფინანსური რეალობა, თუ თქვენ აი ამას დაამუშავებთ, ასე რომ ვთქვათ, იქნება ძალიან დიდი წინსვლა, ძალიან, იმიტომ რომ ჩემები ახლა ვინც არიან მიყვებიან იმ ინსტრუქციას, რასაც ვაძლევ, აქ ტუზე არის ხმალების და რა თქმა უნდა წერენ ყველაფერს და ყველაფერი შეიცვლება რა. ეს ვიდეო მე მგონი უნდა ჩამეწერა იმ ჩემი ტრენინგის ხალხს რა. არა უშავს. თუ შენ აი ამას შეცვლი, ამ ყველაფერს შეცვლი, აი ნამდვილად ყველაფერი შეიცვლება რა, რასაც მოითხოვ, რაც გექნება, ყველაფერი ძველ პროგრამებს ვუშვებთ, იქნება მერე უკვე კარები გეღებათ, ეგრევე გაგეღებათ ეს კარები. აქ არის 1000%-იანი ინფორმაცია რა. ფინანსები ეგრევე წამოვათ, всё. და აი ვნახოთ ეხლა ჩვენ ეს გასაღები, ხო, ბედის გასაღები რა არის რა? ეს ერთობლივი, ერთიანი, ასე რომ ვთქვათ, ეს გასაღები რა არის, რომელიც გაგიღებთ თქვენ სიყვარულისა და ფულის ენერგიას. აი სიყვარულის და ფულის ენერგია ორიანი თასებით ნახეთ. აი დავიწყე და ორიანი თასებით ვამთავრებ. ზუსტად ეს არის განახლება, შენი ფიქრების, შენი აზრების, ემოციების, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია შენი შინაგანი მდგომარეობა, როგორ შედიხარ შენ იმ ახალ შენ რეალობაში, როგორ შედიხარ აკათიანი, მაპატიეთ. არა, ორიანი. ორიანი თასების კი. ესე იგი, აქ რა ემოციებით შედიხარ, რა განწყობით შედიხარ, შენ უნდა იყოს ეს განახლებული. აქ არის განახლება. всё. მაპატიეთ კიდე ერთხელ ის ადამიანები, ვინც არა ხართ ჩემთან ტრენინგზე, ვინც ჩემთან ტრენინგზე ხართ, თქვენთვის არის ეს გაშლა 1,000,000%-იანი იცოდე და კიდევაც გაგიზიარებთ ჩატში ჩაგიგდებთ აუცილებლად, რომ უნდა ნახოთ სულ ყველა, რომ ჩვენ სწორ გზაზე მივდივართ, ყველაფერს სწორედ ვაკეთებთ, ვარჩევთ ყველაფერს სწორედ, იმიტომ რომ ეს ახალი ენერგიები, რასაც თქვენ ახლა შემოუშვებთ, თქვენს ცხოვრებაში იმოქმედებს ურთიერთობაზე და ფინანსებზე. დანარჩენები, ვინც არ არიან აქ ჩვენთან ერთად, მე გითხარით თქვენ პრინციპში ბევრი ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ, რომ თქვენ დამოუკიდებლად რაღაცას გააკეთებთ. იმისათვის, რომ თქვენი რეალობა, ახალი რეალობა შეიცვალოს. აი ეს არის თქვენი გასაღები, ჩემო ლამაზებო.